გამოხატვის თავისუფლება უნდა ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება ეს. ეხლა რა არის? არსებობს უფლებები და მოვალეობები. უფლებები და მოვალეობები ყოველთვის არის კორელაციაში. თუ ვიღაცას აქვს უფლება, რომ გესროლოს კვერცხი, ესე იგი შენ გაქვს მოვალეობა კვერცხის მოხვედრა მოითმინო. თუ ესე არ არის, მაშინ კორელაცია არ არის და ეს ირღვევა. ამიტომ რის უფლებაც აქვს ერთ მხარეს, მეორე მხარეს უნდა კონდეს იმავეს მოვალეობა. როდესაც მაგალითად ადეკვატური პასუხი გასცემ. როდესაც ფაქტები ხდება, გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება იჭრებოდეს პრივატულ სივრცეში. უნდა დადგინდეს. გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება იჭრებოდეს სამუშაო ადგილზე. მე მაგალითად, როდესაც სტუდენტები, ეგრეთ წოდებული სტუდენტები, კეზერაშვილი დაქირავებული ხალხი შემომივარდა ლექციაზე, ჩემი სამუშაო ადგილი იყო, ხო? მე რა ხდებოდა, ესე დადიოდნენ სხვადასხვა სტუდიებში, მე მრანძღავდნენ იქიდან, მოუწოდებდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ მე გავენთავისუფლებინე უნივერსიტეტიდან, აკეთებდნენ ჩანაწერებს, ინტერვიუებს, არსადმე არ მიწევდნენ და ასე შემომივარდნენ, ხომ? ეს რატომ არ კვალიფიცირდა დევნად? როდესაც ჩვენ მოსამართლეს ერთი წამი დასდევ რა მოხდა იმ სამუშაო ადგილზე და შემდეგ მიდიხარ სახლთან, რატო არ კვალიფიცირდება ეს დევნად? ერთი წამი ბოდიში ბატონელის მე ჩაგეკითხებით ბოდიში რომ გაგა იმ საქმეზე რო აღიძრა დაიწყო გამოძიება თქვენ აი რა რითი დასრულდა ეს საქმე? რომელი საქმე? აი იმ თავდასხმა თქვენზე რაც განხორციელდა იმ უნივერსიტეტში ხო დაიწყო მაგაზე გამოძიება? ხო, არაფერი არ განხორციელდა, იმიტომ რომ მაშინ მას უნდა მისცემოდა კვალიფიკაცია, რომ ეს იყო დევნა, აბა რა იყო, იმიტომ რომ ადამიანს ანუ არაფერი არ გაკეთდა. არაფერი არ გაკეთებული. ამიტომ იცით, ჩვენ მივიღეთ შედეგი, არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. აუცილებელია მკაცრად განისაზღვროს. გამოხატვის თავისუფლებისათვის უნდა იყოს სივრცე, სადაც იქნება ეს მისაღები. გამოხატვის თავისუფლება არ უნდა ხდებოდეს ადამიანის პრივატულ სივრცეში. რესტორნებში შევარდა, არ შეიძლება ეს ხდებოდეს სახლებთან, სადაც ადამიანის პრივატული სივრცეა, არ შეიძლება სამუშაო ადგილზე იყოს შევიწროება, ხომ? ეს უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული იმისათვის, აი მაგალითად ჟურნალისტებმაც რო იციან და პერფორმანსების ჩატარება და მივარდა ადამიანთა და გაკიდება ადამიანსთან აკიდება, რომელიც რაღაც პრივატულ საკითხზეა, ან მაღაზიაშია, ან შვილთან შეერნობს ბაღში და ამ დროს მივარდა იქ და ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება. არავის არ აქვს, არავინ არ აიღებს იმის მოვალეობა საკუთარ თავზე, რომ მე ვიყო ვალდებული, რომ ჩემს პრივატულ სივრცეში შემოვარდნილ, ან ჩემს სამუშაო სივრცეში შემოვარდნილ ვიღაცებს, რომლებიც ახდენენ ვითომ გამოხატვის თავისუფლებას და აგრესიას ჩემზე, მე ეს მოვითმინო. არც ერთ ადამიანს არ უნდა მისცეს დაავალდებულო სახელმწიფომ, რომ ეს მოითმინოს. ჩვენ ყველას უნდა გქონდეს ვალდებულობა, როდესაც ეს არის ღია საზოგადოებრივი სივრცე, როდესაც ეს არის თქვა დემონსტრაცია, მიტინგი, ტელევიზია, იქ მოხდეს გამოხატვის თავისუფლება. ამიტომ ამ კანონში მე არ ვიცი ხა ბატონი ნიკოლოზი ამბობს, რომ ყველაფერი დარეგულირებულია. უნდა დარეგულირდეთ ის, რომ აკრძალული იყოს პრივატულ სიტუაციებში გამოხატვის თავისუფლება და საჯარო სამსახურის სამუშაო ადგილებზე ამის გაკეთება.